26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილი ხალხისთვის სურს მას არსებობს ბუნებრივია მოლოდინი რომ შესაძლებელია ეს სიტყვა იყოს პოლიტიკური შინაარსის ბუნებრივია განსაკუთრებით იმ ხალხში ვინც 180 დღეზე მეტია უწყვეტად გამოდის ყოველდღიურად ქალაქის მთავარ გამზირზე არის დიდი მოლოდინი იმისა რომ მათ შორის წინააღმდეგობის პლატფორმა უკვე კონკრეტულ ხედვასა და გზას შესთავაზებს, როგორ უნდა განვითარდეს ეს პროცესი და შესაბამისად ინტერესი, როგორც უკვე გითხარით, არის დიდი. ველოდებით წუთი-წუთზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აქციაზე და მის სიტყვას, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. მანამდე ლევან ლორთქიფანიძე კავკასიური სახლის თავმჯდომარე შემოგვიერთდა და მასთან მინდა გადავიდე. ლევან, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გილოცავთ მართლაც დღევანდელ დღეს, არ ვიცი, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. დღეს ვფიქრობდი, არ ვიცი, მეთქვა თუ არა, მაგრამ ვიტყვი, აი ყოველი შესაძლებლობა, ყოველი შემთხვევა, როდესაც ისმის საქართველოს ჰიმნი და წვევამდელები ფიცდებენ, ჩემთვის აი ძალიან ამაყიცრემლებით არის ხოლმე და აი ამ შეუდარებელი სხვა გრძნობებთან შეუდარებელი გრძნობით არის სავსე. მგონია რომ საქართველოს ყველა მოქალაქეც იგივეს უნდა გრძნობდეს. რა თქმა უნდა, მეც გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გარდა მაგ კომპონენტისა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც დღეს ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მე რუსთაველის გამზირზე გახლდით და ყველა კუთხეში იყო ან წიგნის პრეზენტაცია, ან რომელიმე სამომავლო გეგმის წარდგენა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან, იყო პირველი რესპუბლიკის ატრიბუტები, თეატრალური წარმოდგენა და აი სახალხო კომპონენტი ჰქონდა ამ ზეიმს და დამოუკიდებლობის დღე ესეთი უნდა იყოს, მხოლოდ ჯართან არ უნდა ასოცირდებოდეს, ყველა სოციალური ჯგუფი უნდა ზეიმობდეს მას და დღეს ეს შედგა და ძალიან სასიხარულო იყო ამაზე დაკვირვება და ამაღელვებელი. თუმცა დღევანდელი დღე მხოლოდ აი ახლა მიმდინარე ღონისძიებისგან არ შედგებოდა, ეს არის ღონისძიებაც, ეს არის პროტესტიც, ეს არის კომუნიკაციის ფორმაც. დღევანდელი დღე დაიწყო ოფიციალური ღონისძიებით, ჩვენ ვნახეთ მთავრობის წევრების გამოსვლები, პოლიტიკური განცხადებები, ვნახეთ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების საზეიმო დემონსტრირება, ვნახეთ ფიცის დადების ცერემონიალი და მოკლედ რისგანაც შედგება ზოგადად დამოუკიდებლობის დღე და მისი აღნიშვნის ყველა კომპონენტი. თუმცა ასევე მივიღეთ დღის ბოლოს უკიდურესად გაორებული საქართველოს ნაწილი, რომელიც დღის პირველ ნახევარში ზეიმობდა ამ დღეს და ნაწილი, რომელიც ამ წუთებშიც რუსთაველის გამზირზე დგას და აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე სიახლეს ეტყვის. ყოველ შემთხვევისთვის მისი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდება გარკვეული გზა, რამაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა დაგვანახოს. აი როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რამაც შესაძლებელია მართლაც გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარშემო? ძალიან რთული შეკითხვაა, მაგრამ თქვენი კითხვის პირველ კომპონენტს გამოვეხმაურები. ძალიან სამწუხაროა, როცა დამოუკიდებლობის დღესაც კი ვერ ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას. აი მართლა მახსენდება მე მაგალითად დიდ ბრიტანეთში, როცა არის ნორმანდიაში, ესე იგი ბატალიონის გადასხმის დღე, მაშინ ოპოზიციონერი ლიდერებიც, პრემიერ-მინისტრიც ერთად მიდიან, თქვათ, ამ მემორიალთან, ერთად ამკობენ ყვავილებით და ასე შემდეგ. ანუ არსებობს მეხსიერებაშიც სხვადასხვა ერების მეხსიერებაშიც თარიღები, როდესაც ეს პოლიტიკური დაპირისპირება უკანა პლანზე გადაინაცვლებს ხოლმე და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთად არის. სულ ის მახსენდება, რომ დიდი ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერს ჰქვია მისი უდიდებულესობის ოპოზიცია. ანუ მეფე მფარველობს მას და ისეთივე სახელმწიფო ინსტიტუტია, როგორც თქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო. აი ოპოზიცია, ხო? მაგრამ ნუ საქართველოში გაუკმარტებული მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ქართული ოცნება შეეხო მთავარს. უმნიშვნელოვანეს. ხო, ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პროცესებში, რომ ადამიანებზე არ ძალადობდნენ, არ იყოს ჩაგვრა ქვეყანაში. მაგრამ როცა ხედავ, რომ ხელისუფლება ჩაგრავს, გირტყამს,
უსამართლობას ნერგავს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში, ყველა ასპარეზზე, მაშინ შეუძლებელი ხდება ხოლმე იქ დიალოგი და ამას ემატება თვითონ რიტორიკა, ხელისუფლების რიტორიკა, სრულიად გიჟური რიტორიკა. ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეთანხმებიან, ქართული ოცნების ლიდერები შეურაცხყოფით ელაპარაკებიან. დღეს თქვათ ვაიმარის სამკუთხედის წევრები მოიხსენია შალვა პაპუაშვილმა ამ აზრზენად, შეიძლება არ ეთანხმებოდე, გააკრიტიკო, მაგრამ სიტყვას ხო აქ თავისი ფასი, ნიჭი ხო ჭირდება კრიტიკის გამოხატოს, ნორმალურად ხო უნდა გამოხატო ეს. ასევე ოპოზიციაშიც, ვინც არ ეთანხმება მათ, ან საზოგადოებაში, ყველას ლანძღავენ და აგინებენ. ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე სწორედ ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა სამი დასავლური ქვეყნის ლიდერის დამოკიდებულება და სურვილი, ასე ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოძებნოს შესაძლებლობა ქართულ ხალხთან და ოპოზიციასთან დიალოგის. ფიქრობთ, რომ აი ამ განცხადებას მოყვება, გაგრძელება, ვგულისხმობ კონკრეტულ ქმედებებს დასავლური სახელმწიფოების მიერ და ყველაზე მეტი აი ვაიმარის ქვეყნებიდან არის რომ ქვეყანა რომელსაც შეუძლია გააკეთოს პოზიტიური ამ თვალსაზრისით არის ალბათ საფრანგეთი. ხო არა, საშინელება მოყვება ამას, ხო ისედაც ჩვენ ხელისუფლებას მიიჩნევენ, რა ვიცი, ნეანდერტალელების ხელისუფლებას ისე ლაპარაკობენ, დიპლომატიურ წესებს არღვევენ, ოპონირების კულტურა არ აქვს და ეხლა როდესაც ევროპის მოტორია, ევროპის ტროიკაა ეს სამი, აი როგორც დიდ ეტლს გაუძღვება ხოლმე სამი ცხენი, ესე მიუძღვის ევროპას პოლონეთი, საფრანგეთი და გერმანია და მათ ლიდერებს აბუჩად იგდებენ და დასცინიან, ხო? ეს ნიშნავს ერთ რამეს, ქართულ ოცნებას არ ჭირდება დასავლეთთან კომუნიკაცია. ქართულ ოცნებამ ჩაგვაბარა უკვე ავტორიტარული ქვეყნების კლუბს და იქით გადაინაცვლა. ამიტომ იქ რა შთაბეჭდილება დარჩებათ, კაცმა არ იცის. მე იმასაც მოველი, რომ შეიძლება ხვალ ზეგ შალვა პაპუაშვილმა თქვას, რომ დანა და ჩანგალი არის ევროპული ფენომენი და ხელით დაიწყოს ჭამა პირდაპირ ეთერში. აი ამ დონემდე მიდიან ხოლმე და ამ დონის დაცემასთან გვაქვს ჩვენ დღეს საქმე. ყველაფერს ტელევიზორი შეიძლება დაამტვრიონ, რომ ესო აი იაპონელებმა აწყვეს და ევროპული წარმოების შედეგიაო და ასე შემდეგ. ანუ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაზე სამწუხარო ეს არის. მარტო თავის თავს კი არ აზარალებენ. აზარალებენ ამ ქვეყანას. თქვენ ნახეთ როგორ დაიხურა უამრავი პროექტი საქართველოში, აკადემიური გაცვლის პროგრამები, რომლითაც ჩვენი მეცნიერები მიდიან ხოლმე დასავლეთში და ინჟინერიას და მათემატიკას და სხვა მეცნიერებებს სწავლობენ, დეაადეთი თუ სხვა პროგრამებით იმას ექმნება საფრთხე, სავიზო რეჟიმს ექმნება საფრთხე. ანუ შალვა პაპუაშვილის ხეპრეობა აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და რაც მთავარია თქვენ ყველაზე უკეთ იცით ეს, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს ქმნის დასავლეთიდან გადმორიცხული თანხები. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი უკვე ინტეგრირებულია დასავლურ სამყაროში, იქ ცხოვრობენ, იქ მუშაობენ და აი მათთან კავშირსაც კი გვირთულებენ. ხვალ შეიძლება ჩვენს მეგობრებთან და ნათესავებთან ჩასვლაც კი, რომლებიც გვენატრებიან, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას ქმნიან, ისიც კი სანატრელი გაგვიხდეს, აი ამ პოლიტიკის შედეგად. ვერც იტალიაში ჩავალთ, ვერც საბერძნეთში, ვერც გერმანიაში და აი ეს უსკრული დაღრმავდება ამ ხალხს. ასე ვთქვათ, მწვავედ დგება შეკითხვა ხომ დღის წესრიგში, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ, ზეწოლა ქვეყნის გარედან არის ძალიან მწვავე, მაგრამ ჯერჯერობით არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ყველას გსურს, რომ ქვეყანა გამოვიდეს აი ამ გაურკვეველი ვითარებიდან. ეს გაურკვევლობა კი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება და გასტანს უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის. აი არსებობს დიდი მოლოდინი, რა განცხადებას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. იქნება თუ არა მისი განცხადება გარკვეული გეგმის, გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების ასე ვთქვათ, სიცხადის შემომტანი ამ თვალსაზრისით. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი გვეტყვის რისი თქმაც სურს, ოპოზიციის ქმედებები რომ შევაფასოთ, იმიტომ რომ გია ხუხაშვილი საუბრობდა, რომ ფაქტობრივად შესაფასებელიც არაფერია, იმიტომ რომ უმოქმედობას უფრო ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე გარკვეულ ქმედებებს. აი, საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში არის აქტუალური და იქნება მანამ, სანამ ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება, გირაოს გადახდით
გადახდა, არ გადახდის საკითხთან დაკავშირებით. ფიქრობთ თუ არა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე უკვე აზიანებს პოლიტიკურ პროცესს? ხელისუფლების სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. თქვენი კითხვის პირველ ნაწილს უპასუხებთ, ჯერ რა უნდა გავაკეთოთ. აი ჩვენ ხო ვდარდობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოექცა და საქართველოს დასავლეთთან აღარ შედის კომუნიკაციაში. არის მარტო, გამოკეთილი და კუთხეში მიმწყდეული. სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიცია სრულ იზოლაციაშია. მარტო თავის მხარდაჭერებს ელაპარაკებიან, მარტო თანამოაზრეებთან აქვთ, ასე ვთქვათ, სჯაბაასი. დღეს საქართველოს სჭირდება, თუ გვინდა რომ გავიმარჯვოთ და დემოკრატია გადავარჩინოთ ამ ქვეყანაში, ჩვენთვის აუცილებელია დღეს რომ ველაპარაკოთ ქართული ოცნების ამორჩეველს, ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლ ადამიანებს. ისინი კი არ გავრიყოთ, მივიდეთ, ავუხსნათ, რა დღეში არიან, რა საშინელ სიცრუეში აცხოვრებენ, როგორ ექცევა დამამცირებლად ეს პროპაგანდა მათ, როგორ მიიჩნევს ხელისუფლება მათ იდიოტებად და ყველაფერს ასაღებს მათზე. ასე რომ თუ არ დაელაპარაკე, განსხვავებულად მოაზროვნეს, თუ არ ეძიე შენ ელექტორატი, აი იქ მეორე ბანაკში, მაშინ ძალიან გართულდება საქმე. ძალიან გართულდება საქმე. რაც შეეხება ამ იმას, რა ქვია, ამ გირაოს გადახდა არ გადახდა საკითხთან დაკავშირებით. მე მაგალითად იცით რას მოველით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, რომ თუ შანსი აქვთ რომ იყვნენ თავისუფალნი და არ იყვნენ ციხეში, დარჩებიან გარეთ და გააკეთებენ საქმეს. დაიწყებენ ხალხის ორგანიზებას, დაიწყებენ ადამიანებთან კომუნიკაციას, დაიწყებენ ახალი გეგმების წარდგენას. ეს ადვილია, რომ ციხეში ჩაჯდე, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ხარ, თორე ჭიათურელი 4 მაღაროელი გამოკეტილი ყავთ იქ და უმძიმეს დღეში არიან და არავინ ყურადღებას არ ვაქცევთ, საბოლოოდ ესე გამოდის ჩვენი საზოგადოებიდან და მიტოვებული ყავს იქ, თორე აგერ ზურა ჯაფარიძეზე იქიდან ევროკავშირიდან დაწყებული და რა ვიცი, სინგაპურის დამთავრებული ყველა განცხადებას აკეთებს. და ადვილია იქ ციხეში იჯდები, მე შარავანდედით შეიმუსები, გამოხვალ იქიდან დღეს გარეთ არის საქმე გასაკეთებელი. თორე ამ ხელისუფლებას აღარაფრის აღარ წხვენია, დაიჭეს ზურა ჯაფარიძესაც და ყველას. ეხლა ხედავთ კადრს და მითხრა კიდეც პროდიუსერმა ყურში სალომე ზურაბიშვილს ხედავთ, რომელსაც დაანონსებული ქონდა ჯერ საღამოს 19 საათზე სიტყვით გამოსვლა. შემდეგ ცვლილება შევიდა ასე ვთქვათ, ღონისძიებების განრიგში და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ გადაიწია 2 საათით 21 საათისთვის. ახლა, არ ვიცი, ჩემი ლეპტოპი როგორც აჩვენებს 10:17 წუთია და სალომე ზურაბიშვილს ჯერაც არ დაუწყია სიტყვით, არ მიუმართავს სიტყვით აქციის მონაწილეებისთვის. მე როგორც მესმის ყურში, არ ვიცი, ალბათ მაყურებელს არ ესმის ეგრეთ წოდებული შუმი კადრის ჰიმნი უნდა სრულდებოდეს და ალბათ ჰიმნის დასრულების შემდეგ უკვე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასაც ვნახავთ და არ დარჩება სალომე ზურაბიშვილს რამდენი გეგმაც ჰქონდა, იმდენჯერ საბოტაჟი მოუწყეს ოპოზიციის წარმომადგენლებს. რას გულისხმობთ კონკრეტულად? გეგმები, რომლის შესახებაც ჩვენც ვიცით, აი მაგალითად მე ვფიქრობ, არის რაღაცა გეგმები, რომლის გამჟღავნების შესაძლებლობა, იმდენად ასე ვთქვათ, ეს გეგმები დაუხშეს, დაუბლოკეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომ დღის სინათლეც ვეღარ იხილა. აი მაგალითად ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა იდეა არჩევნებამდე სრულიად საჯაროდ, რომ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა დაესახელებინა და ჩვენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს სათქმელი გვექნებოდათ, რომ თუ ქართული ოცნება არა, აბა ვინ რო კითხულობენ, ვიტყოდით, რომ აი ეს მეცნიერები, მკვლევრები, თავის საქმის პროფესიონალები, ესენი გვინდა მთავრობაში და არა ზურა ჯაფარიძე და მელია და გვარამია, ხო? საბოტაჟი გამოუცხადეს, უთხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაემჟღავნებინა ამ კაბინეტის შემადგენლობა და მე რა შედეგებიც მივიღეთ, ნახეთ. შემდეგ გქონდა მცდელობა, რომ ეს წინააღმდეგობის პლატფორმა შეექმნა და ხან შევიდნენ, ხან გამოვიდნენ, იქ შიგნით ინტრიგები დახლართეს, მე შენთან არ დავდგები და ასე შემდეგ. ასე რომ მარტო სალომე ზურაბიშვილი ვერ გამოსვლა და მოდი მოვუსმინოთ, რა გზავნილები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს. დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს რა დროს ზეიმია რატომ ვზეიმობთ 26 მაისს
ეს დღე მოზეიმობთ გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას. ასე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მოისმინეთ თქვენ სრულად. ლევან ლორთქიფანიძე კავკასიური სახლის თავმჯდომარეა, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მაპატიოს ქალბატონმა სალომემ, მაგრამ ბოლო ნაწილი მისი გამოსვლის ჩემთვის მაგალითად ყველაზე საინტერესო იყო. რაღაცნაირად რებუსაც გავდა, მაგრამ პასუხიც იყო ამ მის სიტყვებში. პოლიტიკური ალტერნატივა დაასახელა სალომე ზურაბიშვილმა როგორც გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც ასე ვთქვათ იქნება, რომელსაც ექნება ნდობა ხალხში, იმიტომ რომ ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გამარჯვებას და დაყოფა მხოლოდ ქართულ ოცნებას აწყობს ამ შემთხვევაშიო. ჩვენ ამისთვისო შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, ასე ვთქვათ, ერთგვარი ამ პოლიტიკური ალტერნატივის ერთგვარ საწინდარად. ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი, მისი აი ამ მიმართვის ამ ნაწილის ადრესატი, როგორ ფიქრობთ თქვენ? ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა თვითონ თქვა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში, რომ იგი პოლიტიკურ პარტიას არ ქმნის და ინარჩუნებს პრეზიდენტის როლს. პრეზიდენტს მართლა ეგ შეუძლია, რომ საზოგადოებას დააკავშიროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ხიდი გადოს ამ მიმართულებით და მეორეც მხრივ ხელი შეუწყოს კოორდინაციას. მეტს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან პირადად არ უნდა მოველოდეთ, რომ თვითონ დაწერს გეგმას, თვითონ შემოგთავაზებს, ესე იგი ყველა ნაბიჯს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს კოორდინაცია რამდენად კარგად გამოდის, აი რომ სანამ გამოსვლა დაიწყებოდა, თქვენ საუბარი შეწყვეტეთ სწორედ იმ ეპიზოდზე, როდესაც არჩევნებამდე მან სადა კოორდინაცია ხაზარაძესა და გახარიას შორის და რით დასრულდა ეს სკანდალი? ხო და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ეხლა მიმართა ოპოზიციურ პარტიებსაც და მთელ საზოგადოებასაც, რომ მოემზადეთ არჩევნებისთვის და ჩვენ მართლა გვჭირდება პასუხები, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიციის ჩარევა, უშიშროების ჩარევა არჩევნებში შემცირდეს, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საბიუჯეტო რესურსების გამოყენება არჩევნების შედეგებისთვის შემცირდეს. და აი თურმე უმუშავიათ და ამის შესაბამისი კანონები და კანონპროექტები შემუშავებიათ და ეს უნდა გავიგოთ და მეორე მთავარი პრობლემა, რაც გქონდა ჩვენ არჩევნებზე და ეს არის დამსახურება ამ ჩვენი ძალიან ჭკვიანი ოპოზიციონერი პარტიების, რომ არც სადამკვირვებლო კორპუსი იყო ძლიერი და კარგად მომზადებული, არც კომისიის წევრები, არც ყველა სოფლამდე და ყველა დასახლებამდე მივიდა ოცნების საწინააღმდეგო ხმა და ასე შემდეგ და ამისთვისაც მზადება საჭირო. ასე რომ ჩვენ გვესმის, ასე ვთქვათ, მოწოდებები არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და მცდელობები, არამედ ოპოზიციური პარტიების მიერაც იყო არაერთი ხომ? აი ამ პოლიტიკურ ალტერნატივას ყველა სხვადასხვანაირად ხედავდა და ვიცით რამდენიმე ასეთი ინიციატივის შესახებ, რომელიც არ იქნა მხარდაჭერილი კოლეგების მიერ. აგერ ლელოს ჰქონდა ხო, ვიცით, ეგრეთ წოდებული სახალხო პარლამენტის იდეა, დღემდე ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, აი ბოლო მოწოდება ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ გააკეთეს, რომ ერთობას, ერთობლივ მოქმედებას და სტრატეგიას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, გვაქვს ორი პლატფორმა და იქაც ყველა პოლიტიკური ძალა, გულისხმობ სხვილ პოლიტიკურ პარტიებს, ეგრეთ წოდებულ ბარიერ გადალახურებს არ არის წარმოდგენილი. ანუ აი, როდესაც საუბრობს სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ალტერნატივაზე, თქვენ როგორ გაიგეთ? აი რა, როგორი ფორმულირებით წარმოუდგენია, როგორი ფორმით წარმოუდგენია ესეთი პოლიტიკური ალტერნატივა, იმიტომ რომ ერთი პარტიის გარდა, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა ხელებს ასავსავებს, რომ იდეური ერთობა გასაგებია, მაგრამ არა ერთ პარტიად. ხო და ერთ პარტიად გაწევრიანება არ არის საჭირო. ერთი პოლიტიკური ალტერნატივა იქნება ის, როდესაც შექმნი ერთიან ფრონტს ხმების დასაცავად, ერთიან ფრონტს დაკვირვებისთვის,
ერთიან ფრონტს ქართული ოცნების პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, ერთიან ფრონტს საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის და შეიძლება რამდენიმე პოლუსი იყოს ოპოზიციაში, მაგრამ ნახეთ, მე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ნათქვამში ერთ დეტალს არ დავეთანხმებოდი ბოლომდე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უნდა მოვემზადოთ, მან თქვა, ხო გადავიდეთ. მოვემზადოთ არჩევნებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვისო. მე ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმდება საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ღირდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ოღონდ თუ შეთანხმდება და საერთო სტრატეგიით გავა. საერთო სტრატეგია რა შეიძლება იყოს? რატომ შეიძლება ღირდეს ასეთ ვითარებაში? დაუშვათ, ჯერ რთულად წარმომიდგენია საერთო თანხმობის მიღწევა არა თუ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, აი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მაინც იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ, რომ რაც არ უნდა იძახონ, რომ ასე ვთქვათ, დასაფასებელია ინდივიდუალური გადაწყვეტილება გირაოს გადახდასთან დაკავშირებით და საგმირო საქმეა, როდესაც შენ განზრახმიდი ხარ საპატიმროში. ფაქტია, რომ შემდეგ გვესმის ურთიერთ ბრალდებები და არც თუ ისე, ასე ვთქვათ, ერთმანეთის სანაქებო კომენტარები. ამიტომ რთულად წარმომიდგენია სრული ერთობის მიღწევა რაიმე საკითხთან დაკავშირებით. აი თუ კი ხო ნაწილი მაინც საჭირო, აი გახსოვთ ქართულ ქარტიაში რა ეწერა ტექნიკური მთავრობის იდეა. ჩვენ შეგვიძლია ეხლა მაგალითად ეს წინადადება განიხილონ ამ პლატფორმებმა, რომ 4 დიდ ქალაქში ჩვენი ქვეყნისა, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში წარმოადგინოთ ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატები მერების პოსტზე. ერთიან სიაზე არავინ არ ლაპარაკობს, ერთიან ბლოკზე არავინ არ ლაპარაკობს, მერის კანდიდატები იყვნენ საერთო პროფესიონალური წრეებიდან არჩეული. მე მგონია, რომ ჩვენ ქალაქს მაგალითად თბილისს ხელში ამოუვიდა კახა კალათძის ბარბაროსობა. ქალაქი რას გავს შეხედეთ, ბეტონის ჯუნგლებად არის ქცეული, კორუფციაში არის ჩაფლული, სატრანსპორტო კოლაფსია ქვეყანაში. შერჩევა პრობლემაა, მაგრამ ვინ წარმოგიდგენიათ კალათძის საპირწონე ამ ეტაპზე? სახელს და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ თუ შეთანხმდება. მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკოსი არც ერთ შემთხვევაში. რატომ? ანუ პოლიტიკოსებს საკმარისი რეპუტაცია არა აქვს? ვის აქვს რეპუტაცია? გამარჯვებას არ ეუბნებიან და წყალს არ ალევინებენ ქუჩაში, ხო? არავის რეპუტაცია არ აქვს და ამიტომ უნდა იყოს შერჩეული ესეთი კადრი, რომელიც არის ნეიტრალური, პროფესიონალური, ტექნოკრატი. პოლიტიკური ეგო უნდა რაღაცნაირად ხო და ეგო თუ არ გადადეს, შეამცირონ ასე ხო და მაგის გარეშე გამარჯვება არ იქნება და ივანიშვილი სანამ ცოცხალია იქნება ხელისუფლებაში და გააკონტროლებს ამ ვითარებას. რო აღარ იქნება, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მერე კალათძე იქნება და ასე შემდეგ. თუ ეს ეგოები არ დაიწყრეს, საკუთარი პოლიტიკური ამბიციები უკან არ გადადეს, იმიტომ რომ ვაღიაროთ რა სიმართლე არის სათქმელი ბოლომდე, რომ არ აქვს ზდობა ამ პოლიტიკურ სპექტს. არ ენდობა ხალხი აი იმ პოლიტიკურ პლეიადას, რომელიც დღეს არის აი ამ სატელევიზიო სივრცეში გაბატონებული. არც მამუკა ხაზარაძეს ენდობა არავინ, არც სააკაშვილის ისინი რო არიან ქვეშევრდომები და არც კიდე გიორგი გახარია. ერთად რომ დადგებიან, ასე ვთქვათ, მათ მიმართ ნდობა ექნება ამორჩევას. უნდა ამოუდგნენ უკან იმ ადამიანს, რომელიც შეირჩევა აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმით მაგალითად და იქნება ყველა მხარისთვის მისაღები. ჯერ კიდევ შემორჩენილი არიან ამ ქვეყანაში პროფესიონალები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში არ არიან გასვლილი და რომელთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია ყველას. უნივერსალური ადამიანები, კანდიდატები არსებობენ, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ვერ შემოდიან, არ უნდათ პოლიტიკაში ყოფნა, არც უნდა დავაძალოთ ეს, მაგრამ უნდა ვთხოვოთ, რომ აი ჩვენ ვაცხადებთ 4 ქალაქში თუ 4 ქალაქიდან 2-ში გამარჯვებას თუ ვაღწევთ, ეს ქმნის დამატებით დარტყმას, როგორც სანქციები, როგორც საპროტესტო მოძრაობა ქუჩაში, ასევე 4-დან 2 ქალაქში დამარცხება უქმნის ლეგიტიმაციის კრიზისის ხელისუფლებას და გამოვიყვანოთ ესეთი კანდიდატები ასპარეზზე. მესმის ძალიან ბევრისთვის ალბათ მისაღები იქნებოდა ასეთი სტრატეგიით მოქმედება ოპოზიციისა, მით უფრო, არ ვიცი, თვითმმართველობებში სხვადასხვა
ხელმძღვანელ თანამდებობებზე კეთილსინდისიერი და სუფთა პოლიტიკური რეპუტაციის მქონე, თავის ქვეყანაზე არ ვიცი შეყვარებული და გულანთებული პროფესიონალების ხილვა და თუნდაც მათი არ ვიცი შეჯიბრებითობა ამ პროცესში, იმიტომ რომ მართლა ყველა უკვე დავიღალეთ პირველ ადგილზე ყველგან და ყველა საკითხში პოლიტიკური კუთვნილება დგას და შემდეგ მოსდევს ხოლმე მას სხვა დანარჩენი მედიცინაც კი ვერ აღმოჩნდა ის სფერო, რომელიც დაცლილი იქნებოდა აი ამ რაღაცა პოლიტიკური ნომენკლატურისგან, რაც ძალიან მძიმე არის, მაგრამ აი ასეთ ვითარებაში კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, აი როგორ წარმოგიდგენიათ შეთანხმება პოლიტიკური პარტიების და რა მინდოდა მე თქვა, თუ კი ხომ არ იქნება დამაზიანებელი და წამგებიანი წინასწარ ოპოზიციის მხრიდან განაცხადის გაკეთება, რომ ემზადება ადგილობრივ არჩევნებისთვის. ასეთ შემთხვევაში რა აიძულებს ქართულ ოცნებას ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ახალი საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს? შეიძლება მერე დანიშნოს, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ემზადებოდეს არჩევნებისთვის. პოლიტიკა არ არის ეთერებში სიარული და იმაში ქუჩაში გამოსვლა მიტინგზე 1000-ში ერთხელ, ხო? პოლიტიკა არის კანდიდატების შერჩევა, სოციალური ჯგუფების დაორგანიზება, არჩევნებისთვის მზადება, ვიღაცეების მომხრობა და ასე შემდეგ. ასე რომ მე ზუსტად კი არა ვარ დარწმუნებული, ღირს თუ არა ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ჩემი პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ თქვენთან ერთად ვმსჯელობ. თუ იქნება საერთო კანდიდატი, თუ იქნება უპარტიო პროფესიონალი კანდიდატი, შეიძლება იდეალური არ იყოს ცოდვები, იმასაც ეკნება, მაგრამ უპარტიო პროფესიონალური კანდიდატი და თუ ამ კანდიდატების უკან გაერთიანდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, აი აქ ქუჩაში გამოსული ადამიანები, საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები და თუ ესეთი კანდიდატები 4-დან 2 ქალაქში მოიპოვებენ გამარჯვებას, ეს ლეგიტიმაციას კი არ შემატებს ქართულ ოცნებას. პირიქით ეს იქნება მორიგი, ყუმბარა, ნასროლი მათი ლეგიტიმაციის რამდენიმე საკითხი მაინც ცხადი გახადა სალომე ზურაბიშვილმა, ანუ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით სამზადისი აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებისთვის არ არის ესეთი მიუღებელი, არ არიან კატეგორიულები, როგორც გვესმის ხოლმე ცალკეული პოლიტიკური პარტიებისგან და ძალიან საინტერესოა ამ ალტერნატივასთან დაკავშირებით შემდეგ უკვე რა განცხადებები გაკეთდება. მათ რო გქონდეთ გეგმა რამე სხვა. აი სხვა სამობილიზაციო გეგმა. როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას? მაშინ შეიძლება ამ არჩევნებისკენ არც კი გაგვეხედა, არც ჩვენ, არც მოსახლეობას და ასე შემდეგ. გეგმა არა აქვთ და მაშინ რაღაცა გჭირდება დარაზმისთვის და რაღაც პროცესში ჩართვა გჭირდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს არის საკმარისი მიზეზი დარაზმისთვის, ამას ამბობთ. გეგმა თუ არ აქვს ოპოზიციას, ეგ არის საკმარისი მიზეზი. მადლობა ლევან, მადლობა ლევან ლორქიფანიძე, კავკასიური სახლის თავმჯდომარე იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი. სალომე ჯაფარიძეს უნდა დავუბრუნდეთ, ძლიერი საქართველოს